საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. თბილისელებს ყველაზე მეტად დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიასთან მიბმააწუხებთ. ასეთია ბოლო კვლევის შედეგი, რომელიც ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 14-დან 25 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. 1947 რესპონდენტის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. გამოკითხულთა 56% პრობლემატურად კომუნალური მომსახურების ღირებულებას, 27% ადგილობრივ სამედიცინო მომსახურებას, 26% რძებს, 25% ტრანსპორტის ღირებულებასა და გაზმომარაგებას ასახელებს. ეს არის თბილისის მაჩვენებელი. როგორია მთლიანად საქართველოს განწყობა ამას თამთა ჯანაძისთან შევიტყობთ, ის ესწრებოდა კვლევის შედეგების პრეზენტაციას და აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +-3%-ია თამთა გისმენთ. კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და დასაქმება. წინა კვლევასთან შედარებით შეცვლილია მოსახლეობის მოლოდინი მაჟორიტარ დეპუტატთა მიმართებაშიც. ის ისტორიული არჩევნები, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოში, მოსახლეობის აზრით დადებითად არის შეფასებული. მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და პირველად ჩვენი კვლევების მანძილზე მოსახლეობის მოლოდინი მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ, რომ ის მათ ინტერესებს დაიცავს, გაცილებით მეტია. NDI-ის კვლევის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს მედია, როგორც ირკვევა გამოკითხულთა უმრავლესობა ახალ ამბებს ეცნობა. რუსთავი 2-ის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია მეცხრე არხის მეშვეობით, მათგან ყველაზე დიდი ნდობით მეცხრე არხი სარგებლობს. ჩვენ მედია კითხვებში არ შევიყვანეთ იმედი, ვინაიდან იმ დროისთვის, როცა კვლევების საველე სამუშაოები მიდიოდა, იმედს შეჩერებული ჰქონდა საინფორმაციო მაუწყებლობა. რაც შეეხება დანარჩენ მედია საშუალებებს, მეცხრე არხის და მაესტროს ყურებადობის პროცენტული მაჩვენებელი მომატებულია წინა კვლევებთან შედარებით. და კიდევ ერთი მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მასტკერი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა თამთა ჯანაძის საუბრობდა პირდაპირ ეთერში.